სტრასბურგში დღეს დებატები იმართება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიწვეული არიან ოპოზიციონერი ლიდერები, იქ იმყოფება კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაგირჩი ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი. სტრასბურგიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ასევე გახარია საქართველოსთვის წევრი დიმიტრი სქიტიშვილი, ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ასევე ნეტ გაზეთის რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე. ახლა პირდაპირ ეთერში არის უკვე ხაზზე ზურაგირჩი ჯაფარიძე. ზურა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და როგორც ვიცით, უკვე განიხილებოდა დელეგაციისათვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი. ამ ეტაპზე რა ვითარება არის, ახლა რომ გვითხრათ, რა საკითხები არის და როგორი არის განწყობა და დამოკიდებულება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების მხრიდან? მოგესალმებით, სტრასბურგში ამჟამად იმყოფება არამატო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არამედ სამოქალაქო წარმომადგენლებიც არიან ჩამოსული და მათ შორის რამდენიმე მედიის წარმომადგენლებიც შეხვდა. დილით იყო საბასრის ნახევრიდან დაიწყო შეხვედრები ფრაქციები არის ევროპის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფების ფრაქციები არსებობს ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში და დილით იყო ფრაქციების შეხვედრები. მე პირველად ესწრებოდი და ჩემს გარდა კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც არიან ალდეს წევრები, ესწრებოდი ალდეს ფრაქციის ხდომას, რომელიც დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა და ამ 2 საათის განმავლობაში 2 საათიდან დაახლოებით 45 წუთი შევაცვლა მეტის დაეთმო საქართველოს საკითხი და ჩვენ ამ ნაწილს დავესწრით. მათი მოწვევით ჩამოსულები აინტერესებდათ ინფორმაცია სადაკავშირებით როგორ განვითარდა მოვლენები საქართველოში არჩევნების შემდეგ და ჩვენ ჩამოვიტანეთ ერთი რო ელექტრონული პოსტით დავუზავნეთ უამრავი მასალებით, თუმცა ადამიანის და ნაბეჭდის სახელით ჩამოვიტანეთ მასალები, მათ შორის ინფორმაცია მასთან დაკავშირებით თუ რამდენი ადამიანი აწამეს, რამდენი პოლიტიკური პარტნიორი არსებობს ქვეყანაში, რამდენი სითხის სამართლის საქმეა აღზრული, მათ შორის ჟურნალისტების საკითხი იყო ცალკე, მათ შორის მზიგამაყობლის საკითხი იყო ცალკე, დროას წარმომადგენელმა მარიკა მიქიაშვილმა დააყენა ეს საკითხი ცალკე კოალიციის სახელით და ცალკე განხილვის საგანი იყო ამ ფრაქციის ხდომაზე. ჩვენაც ვნახეთ თვითონ ამ ფრაქციის ხდომაზე იყო ის, რომ ალდეს ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ალდეს ბიურო არ დაუწეს ქართული ოსტების დელეგაციისთვის უფლებამოსილების მინიჭებას პასტეს ფარგლებში. მე სამწუხაროდ არ ვიცი სხვა პოლიტიკურ ჯგუფებში ეს დისკუსია როგორ წარმართებდა არ ქონდა დრო რომ მესაუბრა ჩვენ კოლეგებთან სხვა პარტიებიდან, თუმცა რაც ვნახეთ ამის შემდეგ იყო ის, რომ შემდეგ დაიწყო პასტეს ხდომა და პირველი საკითხი იყო სწორედ დელეგაციების უფლებამოსილების ცნობის საკითხი და თუ ყველა დელეგაციის უფლებამოსილებას ცნობენ, ეს საკითხი საერთოდ აღდგება ხოლმე და მოხდა ის, რომ სწორედ საქართველოს ქართული ოსტების დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი დააყენეს ქვეშ. ეს გააკეთა TTIP-ის წარმომადგენლებმა, თუმცა იმისათვის, რომ ეს საკითხი განსახილვად გადაეცეს ორ კომიტეტს, ეს არის მონიტორინგის კომიტეტი და ეს არის წესდებისა და პროცედურების კომიტეტი, ამისათვის საჭირო იყო, რომ 30 დეპუტატი ამდრეიყო და მხარი დაეჭირა ამ ინიციატივისთვის უბრალოდ დაეყენებინა კითხვის მისის ქვეშ ქართული ოსტების დელეგაციის უფლებამოსილების მინიჭების საკითხი და 30-ზე მეტი ნახევარი დარბაზი ადგა რეალურად ეხზე და მხარი დაუჭირეს იმას, რომ ქართული ოსტების დელეგაციას არ მიენიჭეს უფლებამოსილება. ეხლა ეს საკითხი გადაეცა მონიტორინგის კომიტეტს და გადაეცა წესდებისა და პროცედურების კომიტეტს. დღეს უბრალოდ ხვალის ბოლომდე რამდენად ვიცი, უნდა მომზადდეს დაახლოებით ორი კომიტეტის შემდეგ და მათ შორის მაგალითად რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და რამდენად მაქვს ინფორმაცია უკვე ზეგ 4 შაბათს პლენარ სტომაზე დადგება კენჭისყრაზე ეს საკითხი და მაშინ გადაწყვეტა საბოლოო ჯამში ქართული დელეგაციას აღწევენ თუ არა ამ უფლებამოსილებას. მირაკითხა რომ აზრები გაყოფილი არის აქ, ალდეს შემთხვევაში ეს პოზიცია ცალსახანი იყო ალდესი, რომ ისინი არ დაუწერენ ხარს, თუმცა სხვა პოლიტიკურ ჯგუფებში ამას ინფორმაცია აზრები გაყოფილია ამ წუთის მდგომარეობით, მაგრამ ნახოთ კენჭისყრაზე რომ დადგება მე გაიგო საბოლოო ჯამში. განსხვავებით ჩვენთან კომუნიკაცია ცოდია ყველასი არის ის, რომ ის რაც ხდება საქართველოში არის სულად მიუღებელი, ყველა ხალხის იმაში საქართველოში დემოკრატია აღარ არსებობს. ის რომ არჩევნები მოპავა მოხდა და შემდეგ ამას კითხვის არავინ აღარ აყენებს, ყველასთვის ხაზი-ხაზია. უბრალოდ პოლიტიკური საკითხია, როგორ შეხედავენ ამ ყველაფერს, არც ხადია ევროპა არის და ის ევროპას თუ უყვარს მუდმივად ჩართულობა დიალოგი და შემდეგ არის რაღაცა ნაწილი დეპუტატების, რომლებიც ფიქრობენ, რომ მაინც დიალოგით შეიძლება ღირდეს ქართული ოცნების დელეგაციის მინიჭება. ესეთი ადამიანები აქ არიან, მაგრამ მეორე ნაწილი ადამიანების, რომლებიც ეწინააღმდეგებიან, მათი არგუმენტი არის ის, რომ მათ უკვე ბევრჯერ სცადეს, ბევრმა ევროპულმა ინსტიტუტმა ბევრჯერ სცადა ქართული ოცნებისთვის დროის მიცემაც, რაღაცა ვადების მიცემაც, მონაპარაკებების დასშემდეგ და ყოველჯერზე ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ქართული ოცნებამ ისინი გადააგდო და ამიტომ ეხლა კიდე მათთვის რაღაცა ფორის მიცემაში ისინი არ შეხედავ.
ამიტომ ნახოთ რა, ჯოურის ამბავი ახლა დღის ბოლოში ალბათ უფრო სწრაფად იქნება სურათი გადაიხრებიანი იქნება რომ არ მიაჩნდეს პრომოსილება თუ რაღაცა კომპრომისული ვერსიები შეთანხმდებიან. დიახ, თუმცა ზურა რა შეგიძლიათ მაინც თქვათ წინასწარ განწყობები როგორია, კი 4 შაბათს გახდება ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა აი შეხვედრებზე თქვენც ახსენეთ, რომ ძალიან ბევრჯერ მისცეს თქვათ დრო, შესაძლებლობა, თქვათ ვითარების გამოსწორების, მაგრამ ნუ შედეგი რაც არის ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ, აი განწყობა მაინც როგორი არის, ფიქრობთ თუ არა რომ მანდატები შეუჩერდებათ? ჩვენ ვისთან კომუნიკაცია ის ასახად განწყობა არის, რომ არანაირი დამატებითი დრო აღარ უნდა მიეცეს ქართულ ოცნებას. ერთეული შემთხვევები ხდება სიმართლე რომ ვითხრათ, ისეთი სადაც რაღაცა ყოყმანობენ და ფიქრობენ, მაინც ხო არ ჯობია რომ კიდე რაღაცა ვადა დაუწესოთ, რაღაცა პირობები ჩაუდო და ასე. მართლა ერთეული შემთხვევებია, მაგრამ რადგან ესეთი ერთეული შემთხვევები არსებობს, ამიტომ მეც მინდა რომ ვახსენო, რომ ეგეთი ხალხიც არსებობს აქტორები. ისე ჩვენ ვისთან კომუნიკაცია ცალსახად უპირობოდ ყველას ილუზიები ქართულ ოცნებასთან მიმართებაში არავის აღარ აქვს. ანუ ისინი თვითონ იხსენებენ იმას, რომ ესენი თვითონ გავიდნენ შარლ-მიშელის შეთანხმებიდან, რომელიც ხელმოწერილი იყო, რომ შეთანხმება იყო შარლ-მიშელის დონეზე შეთანხმებული. ეს არის ხალხი, რომელმაც არ შეასრულა 12 პუნქტი, ეს არის ხალხი, რომელმაც საერთოდ ფეხებზე დაიკიდა 9 პუნქტი და პირიქით გააკეთეს ისეთი რაღაცები, რომლებიც სულ წინააღმდეგობაში მოდის ინტეგრაციის პროცესთან, მათ შორის როგორც არის რუსული კანონი და სხვა შემდგომი კანონები, რომელიც მიიღეს. ანუ ჩვენ ვისთან კომუნიკაცია ცალსახად ყველა ერთეული შემთხვევის გარდა ხარს უჭერს იმას, რომ ეს პრომოსილება არ ცნობა. დიახ, ერთის მხრივ არის მანდატების შეჩერების საკითხი ევროსაბჭოში და ასევე ვიცით, რომ უკვე აი კალასმაც გააკეთა განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, რომლის თქმითაც დიპლომატიური პასპორტებისათვის უვიზო რეჟიმი უკვე შეჩერებული არის, თანხები კი რომელიც მთავრობის მხარდასაჭერად იყო განკუთვნილი არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეცემათ. მას კალას პაპუაშვილმაც უპასუხა, მე ამ ციტატასაც წაგიკითხავთ, ქართველი ხალხი ყველგან ბრიუსელი არსად ევროპაო ესეთი ციტირება მოიტანა მან ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა არის იმ ჯგუფების მხრიდან ეს გადაწყვეტილება რომელიც ქართულ არჩევნებში უკანონოდ მონაწილეობდნენ და დამარცხდნენ ამ არჩევნებშიო და აი ამაზეც რომ ვისაუბროთ უკვე დიპლომატიური პასპორტების შეჩერებაზე ნუ პრაქტიკულად არის გადაწყვეტილება ნუ ერთი ნაბიჯი ნუ საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ ანუ ეს ქართველი ხალხის და ზოგადად ხალხის სახელით საუბარი არის ტიპური დამახასიათებელი ეს ტიპის რეჟიმებისთვის, როცა იციან რომ ძალიან უმცირესობაში არიან დროს რეჟიმები და მარტო ფიზიკურ ძალაზე და ტყუილებზე ლაპარაკობენ ხოლმე შემდეგ ხალხის სახელით და მათ შორის ზომები, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტები და არამხოლოდ ევროპის იღებენ მათ წინააღმდეგ ამას ასახებენ რომ თითქოს ეს ზომები არის მიმართული ქართული ხალხის წინააღმდეგ. სინამდვილეში აქ არის სრული მხარდაჭერა საქართველოსი, სრული მხარდაჭერა ქართული დემოკრატიის და სრული მხარდაჭერა იმისა, რომ საქართველოს გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახების სრულფასოვანი წევრი. სრული მხარდაჭერა არის მათ შორის ყველა პოლიტიკურ ჯგუფში, გარდა რამდენიმე გამონაკლისზე, რომლებიც ღიად არიან აფილირებული რუსეთთან. რაც შეეხება დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო რეჟიმის გაუქმებას, მე მაინც მგონია რომ ეს არის დიპლომატიური სიგნალი, გზავნილი, ესე ვთქვათ, არ მგონია რომ ეს იყოს ეფექტური ზომა, არ ვიცი საბოლოო ჯამში ეს რა ფორმას მიიღებს, თუ ეს ეხება უბრალოდ პასპორტებს, მაგრამ თქვაში ვერ იქნება ეფექტური, რომ ყველა მიცით რომ ახლა დიპლომატიური და სამსახური პასპორტების გარდა აქვს შეუძლებელი საქართველოს მოქალაქის პასპორტები და იმით შეიძლება გადაადგილებას, იმიტომ რომ იმაზე ვრცელდება უვიზო რეჟიმი. თუ ეს ვრცელდება კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე, რომელსაც საქართველოში აქვს დიპლომატიური და სამსახურებელი პასპორტები, მაშინ ეს სხვა სურათია, მაშინ ეს შენახება მოუწევს ვიზებზე ბიგებში დგომა, როგორც ჩვენ გვახსოვს ეს წარსულიდან, უწევდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. ამიტომ ნახოთ როგორ ამოქმედება ეს მექანიზმი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი პოზიცია, როცა ევროპელი კომუნიკაცია არის ის, რომ ყველა ბერკეტი, რომელიც მათ ხელში არის, უნდა ამოქმედდეს ეხლა. ეს უნდა ამოქმედდეს და ამოქმედდეს არჩევა სწრაფად. მანამ სანამ საქართველოში არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, არსებობს ოპოზიციური პარტიები, არსებობს კრიტიკული მედია და არსებობს პროტესტი, არსებობს ხალხის პროტესტი ურთალებაზე. ეხლა არის საჭირო ყველა ამ ბერკეტის დამოქმედება, იმიტომ რომ ეხლა ამ ბერკეტებს ექნება შედეგი, თორე თუ დაუშვებთ ნეგატიურ სცენარს, რომელიც დაშვებას არ მინდა და 10 ჯერაც იმას ეკითხეთ, ცელოდიანთან ნეგატიურ სცენარს, თუ დაუშვებთ ნეგატიურ სცენარს და საქართველოს მიიღებს იმ სახეს
რასაც მიიღო ყველაფერმა რუსეთში და ბელორუსში და საქართველოში აღარ იარსებებს შინი რესურსი სამოქალაქო საზოგადოების ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური მედიის და მოპროტესტი ადამიანების სახით მე ამ ზომების მიღებას უკვე არანაირი შინაარსი არ ექნება. თუ ეს ქვეყანა გადაიქცა ბელორუსად მე ეხლა კიდე გააუქმდა ნიგდა გააუქმებ დიპლომატიური პასპორტებისთვის ამ თავიზო რეჟიმს მაგას შინაარსი აღარ ექნება. ამას ვეუბნები ყველა შეხვედრაზე და დიდ ნაწილს ეს სიმართლე გითხრათ გააძევ ყოველთვის გაცილებით მეც აქვს ახლა ეს აქ აგრესიული სტაბილიზაციის გააზრებული ვიდრე კონდა თუნდაც ერთი წლის წინ ან ორი წლის წინ. და სულ ცოტა ხნის წინ ზურა ასევე გავრცელდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას ვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით და რომ ის შეეხება საქართველოს მთავრობის დიპლომატებს და თანამდებობის პირებს, ესე აცხადებს ჟან-ნოელ ბაროს და ასევე ამბობს, რომ ის მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ შეწყვიტოს რეპრესიებიო ქვეყანაში და მომდევნო კითხვაც ამას შეეხება, უკვე მე-16 დღე არის შიმშილობს მზია ამაღლობელი, მისი მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, ამის მიუხედავად ბრალდების მხარის პოზიცია არის უცვლელი, ასევე მოითხოვენ მისი კოლეგები, ჩვენ ყველანი მოვითხოვთ, რომ ის გათავისუფლდეს, თუმცა პროკურატურა, ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური ხელისუფლებაც, ამ ნაბიჯზე არ მიდის და პრაქტიკულად ასევე შეუძლოდ გახდნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც მზია სოლიდარობის მიზნით შიმშილობდნენ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მათ შეწყვიტეს შიმშილობა, თუმცა მზია აგრძელებს რეჟიმის პატიმარი და მისი პროტესტი ყველამ კარგად ვიცით რას ეხება, ეს არის მისი უკანონო დაკავებიდან გამომდინარე. მზიას თაობაზე აქ ყველა საქმის კურსია, ყველა შეხვედრა ჩაულია ამ შეხვედრას გუშინ ის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, როცა ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები, სადაც მზიაზე არ არის საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვცხოვრობთ ესეთ რეალობაში, როცა ყავს ღია პოლიტიკა, რომელსაც ფეხზე კიდე საერთოდ არ აინტერესებს დასავლეთისგან დაიწყება და რაკეტიკა იქნება. ამიტომ რაღაცა მოროდი რო კონდეს რო ეხლა სტარტულიდან რაღაცა სიტყვიდან და ამის გამო ქართული ოცნება უყურებს შეიძლება ყავს. ეგეთი რამე არ მოხდება. ამ ვიზიტის გათავისუფლების საკითხი არის ჩვენი გადასაწყვეტი ქვეყანაში ხალხის, რომელიც მათ შორის გამოდის უსთავაზე და აპროტესტებს იმ რეჟიმის პირველ შეგვიდა ცხოვრება. ერთადერთი ენა, რომელიც ეს ამბობს, ის არის ძალა და უნდა ვაიძულოთ, რომ მზია გადავარჩინოთ და გავათავისუფლოთ. აქედან და მე ამჯერად ამბობს ისინი ყურადღება. როგორ მიგაჩნიათ, აი რა გზით შეიძლება, იმიტომ რომ მშვიდობიანი მარშით, პროტესტით, მოთხოვნით, სოლიდარობით, პრაქტიკულად არანაირი არც ერთი ფორმა არ გაითვალისწინა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ და მათ შორის აი ცალკე როგორც მზიას საკითხი და მისი გათავისუფლება და მეორეს მხრივ პოლიტიკური პროცესი საჭიროა თუ არა, რაც უფრო მეტად გააქტიურება, ჩვენ ვხედავთ ყოველდღე საზოგადოებისთვის, ვისაც უღებელი არის შექმნილი ვითარება ქვეყანაში, არჩევნების გაყალბება და დემოკრატიის გაუარესება. ისინი ყოველდღე გამოდიან და ყოველდღე საკუთარი დგომით რუსთაველის გამზირზე გამოხატავენ პროტესტს, მაგრამ ხომ არ არის აუცილებელი რაღაც ახალი ბრძოლის დაწყება, ახალი ნაბიჯი ან პოლიტიკური პროცესის უფრო მეტად გააქტიურება. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს? ბევრად მეტი ხალხი არის გამოსასვლელი გარეთ, აი 100,000 ადამიანი, რომელიც გამოდიოდა გარეთ, 100,000 ადამიანი ისევ არის გამოსახვანი გარეთ, ხალხი მაგდება გამოვიდეს გარეთ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ როგორც ყოველ საღამოს რუსთაველზე ქუჩის გადაკეტვამდე თუ არის ადამიანების რაოდენობა შედარებით მოკლები, ისინი აჯარიმებენ ყველას მასწავლებლად და ეს არის იმის შედეგი, რომ მაგ დროისთვის იქ არ არის ბევრი ხალხი გამოსული, რომელიც მე ემატება და გამოდის ხოლმე ზუსტად ესე არის. ზღიარ შემთხვევაში და ისეთ შემთხვევაში ისინი ბედავენ ამ ყველაფერს მაშინ, როდესაც ქუჩაში არ არის 100,000 ადამიანი. ქუჩაში უნდა იყოს 100,000 ადამიანი. სხვა აქვს და რეცეპტი მე არ მაქვს და არც არავის არ აქვს შემიძლია გითხრათ. ქუჩაში უნდა იყოს ბევრად მეტი ადამიანი გამოსული. ეს არის ზღიარ გადაჭენის ერთადერთი გზა და ამ ზოლის მიღების ერთადერთი გზაა. თქვენ თუ გაქვთ კიდევ შეხვედრები ზურა ამაზეც რომ გითხრათ ვიზიტის ფარგლებში? კი, ანუ ჩვენ გვაქვს ახლა ის განმავლობაში რამდენიმე ქვეყნების ამ ჩვენ გქონდა როგორც ისე დილით პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრები, პოლიტიკურ ოჯახებთან. ახლა გვაქვს ქვეყნების დელეგაციებთან შეხვედრები, ახლა მე როცა თქვენ გეცობით დანარჩენები პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლები დანიის დელეგაციას ხვდებოდნენ და ახლა მე მგონი რომ სხვა ქვეყნების დელეგაციას უნდა გქონდეთ შეხვედრა. მთელი დღის განმავლობაში გვაქვს სხვა ქვეყნების დელეგაციებთან შეხვედრები, საღამოს არის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიღებები არის და ამ მიღებებზე ვიქნებით ყველა წარმოდგენილი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების და იქაც ხდება კომუნიკაცია
და ხვალბილიდან არის უკვე კომიტეტების ხმები და ამ კომიტეტების ხმებზეც თვითონ შემოგთავაზეს, რომ საქართველოსთან ერთი წარმომადგენელი იქნება ამ კომიტეტის ხმებზე დაესწროს და ვიღაცა იქნება ჩვენი წარმომადგენელი კომიტეტის ხმებზე და ჩვენ გავაზრდეთ ასევე შეხვედრას. ხვალ შეიძლება იყოს ასევე, როგორც გითხრეს, მაგალითად, ხვალის ბონუსის იქნება უკვე დასკვნა, არ ვიცი გაასაჯურებენ თუ არა, მაგრამ რაღაც ერთად ინფორმაცია ჩვენ მაგაზეც გქონდეს უკვე ხის ნახევარს. ძალიან დიდი მადლობა. ზურაგ გირჩი ჯაფარიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელიც იმყოფება სტრასბურგში.